ქართული ოცნება 63 მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატებს დაასახელებს. კანდიდატებს პრემიერ-მინისტრი და პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დღეს წარადგენს. მმართველი ძალის წარმომადგენლებს სოფო ბერიძე ესაუბრა და პირდაპირ ეთერში გვერდდება. დღეს პრემიერ-მინისტრმა და ქართული ოცნების თავმჯდომარემ ჟურნალისტებს გითხრა, რომ თვითმმართველობის არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდება. ამას ბუნებრივია ამოწმობს იცით რომ ოპოზიციური პარტიებიც მონაწილეობენ თვითმმართველობის არჩევნებში. პრემიერმა გითხრა ისიც, რომ მმართველ პარტიას ახლა ერთი მთავარი მიზანი და ამოცანა აქვს, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში, როგორც მერების, ასევე საკრებულოების დონეზე, სწორედ ქართულმა ოცნებამ დამაჯერებელი გამარჯვება, ასევე როგორც უკვე გაირკვა, მოქმედი მერების ან მოვალეობის შემსრულებლების ნახევარზე მეტი კვლავ იქნება წარდგენილი ამ პოსტზე, თუმცა რა თქმა უნდა ქართულ ოცნებას ეყოლება ახალი კანდიდატებიც. ხელისუფლება საუბრობს იმ კრიტერიუმებზე, რომლის მიხედვითაც გაკეთდა არჩევანი კონკრეტულ კანდიდატებზე. ეს ორი მთავარი კრიტერიუმი კი გახლავთ პროფესიონალიზმი და ასევე პატრიოტიზმი, კეთილს ინდისიერება. საბოლოო ჯამში თქვენ ხედავთ, რომ ეს არჩევნები გაიმართება კონკურენტულ გარემოში, არის რამდენიმე შედარებით მსხვილი ოპოზიციური პარტია, რომელიც მონაწილეობას იღებს არჩევნებში, არიან შედარებით მცირე პარტიები. ჩვენ რა თქმა უნდა ვართ მთლიანად კონცენტრირებული საკუთარ საარჩევნო ამოცანებზე. ჩვენ გვაქვს ერთადერთი მიზანი და ამოცანა, ეს არის 64-ვე მუნიციპალიტეტში, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგება და ხედავთ უკვე როგორი სპექტრია, როგორია მათი პოზიციები. ჩვენ ვართ აბსოლუტურად არწმუნებული, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ მერის და საკრებულოს არჩევნებს. ჩვენ ხედავთ რომ უკვე აქტიურად არათუ ემზადებით, არამედ დავიწყეთ უკვე კამპანია, წარდგენილი არის თბილისის მერობის კანდიდატი, თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები, ასევე ხედავთ რომ უკვე ხდება გაცხადება ჩვენი მერობის კანდიდატების სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, ასევე ჩვენ გვაქვს ძალიან ასე ვთქვათ ცხადი მიზანი, რომ ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვოთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებში. ჩვენთვის მთავარი არის რომ უპასუხოთ იმ გამოწვევებს და მოვაგვაროთ ის პრობლემები, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს მუნიციპალიტეტებში, არსებობს დედაქალაქში, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კარგი პროექტი იქნა განხორციელებული ბოლო წლების განმავლობაში, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით ჯერ კიდევ არსებობს სამწუხაროდ პრობლემები, ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები, რომელსაც ჭირდება მოგვარება, გვაქვს საკმაოდ ამბიციური გეგმები, გვაქვს საინტერესო ხედვა ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით, ის ნიშნულოვანი და ქალაქისთვის სასიცოცხლო პროექტები, რომელიც გვაქვს დაგეგმილი და წარუდგენს საზოგადოებას მომდევნო დღეების განმავლობაში, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იქნება ჩვენი ქალაქის განვითარებისთვის. 64-ვე მუნიციპალიტეტში დამაჯერებელ გამარჯვებაში დარწმუნებული ქართული ოცნება საუბრობს იმის შესახებ, რატომ არის აუცილებელი, რომ სწორედ მუნიციპალიტეტების დონეზეც მმართველმა პარტიამ კვლავ მოიპოვოს გამარჯვება. უპირველესი, რა თქმა უნდა, არის ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება. სახელისუფლებო გუნდის წევრები ამბობენ, რომ სწორედ ქართული ოცნება არის ძალა, რომელმაც ქვეყანას უწყვეტი მშვიდობა მოუტანა, თუმცა ამ მშვიდობას ახლა სჭირდება შენარჩუნება. დამატებით, მმართველი პარტიის წევრები ამბობენ, რომ სწორედ მხოლოდ ქართულ ოცნებას შესწევს ძალა იმის, რომ უზრუნველყოს ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარება, ეკონომიკური გაძლიერება საქართველოსი და რა თქმა უნდა, უმთავრესი სწორედ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება გახლავთ. ჩვენი მიზანი ნათელია, ჩვენი მოლოდინი და სურვილი არის, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში ჩვენ დამაჯერებლად გავიმარჯვოთ იმისთვის, რომ შემდგომი 4 წელი არსებითად, კიდევ უფრო არსებითად გავაუმჯობესოთ საქართველოს და საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების პირობები. ამიტომ ჩვენი მიზნები ამ მხრივ არის ძალიან მკაფიო, ძალიან ნათელი და დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენ ამ პროცესში გვექნება მოსახლეობის დიდი ნაწილის მხარდაჭერა. გვაქვს ამბიციური ამოცანა, რომ მეტი მშვიდობით, მეტი კეთილდღეობით და მეტი წინსვლით ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის მომავალზე და თითოეულ მუნიციპალიტეტის განვითარებით, შესაბამისად უფრო მეტი უფლებამოსილებით, უფრო მეტი ფინანსური და ეკონომიკური აქტივობით შესაძლებლობა გახდეს, რომ თითოეულ ადამიანამდე იყოს მისული ის ეკონომიკური წინსვლა, რომელიც
მშვიდობიანი პოლიტიკიდან გამომდინარე, ქართული ოცნების გამოისობით და დამსახურებით, ქართული ხალხის გვერდიდგომით ჩვენს ქვეყანაში არის უზრუნველყოფილი და ეხლა მთავარი არის, რომ თითოეულ ადამიანზე აისახოს ეს ეკონომიკური წინსვლა. სწორედ ამისთვის არის უმნიშვნელოვანესი, რომ მუნიციპალური საკითხების მუნიციპალურ დონეზე გადაწყდეს და მუნიციპალიტეტს ყავდეს მათ შორის ადგილობრივი ხელისუფლება, რომელიც ყოველდღიურად იზრუნებს ადამიანების თითოეულ გამოწვევასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ საიუბილეოდ ქართულმა ოცნებამ აჩვენოს ის შედეგი, რაც არის რეალურად ჩვენი საზოგადოების დაკვეთა. ეს არის ნათელი, განსაკუთრებით 2022 წლის შემდეგ. ეს არის ის პოლიტიკა, ის სამშვიდობო პოლიტიკა, ის პრაგმატული პოლიტიკა, ის ცივი გონებით მიღებული გადაწყვეტილებები, რომელმაც ჩვენი ქვეყანა აი ამ ცეცხლის რკალში, რეგიონალურ ჭრილში და არა მხოლოდ გაიყვანა სამშვიდობოს. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, იმიტომ რომ ხედავთ თუ როგორი ტრანსფორმირება ხდება, ავიღოთ რუსეთ-უკრაინის ცხელი ომი შუაგულ ევროპაში და არა მხოლოდ ზოგადად რეგიონში დაძაბულობა. აი ეს პოლიტიკა კარნახობს ჩვენ საზოგადოებას იმ გადაწყვეტილებას, რა გადაწყვეტილებასაც წლიდან წლამდე და არჩევნებიდან არჩევნებამდე იღებენ. რადგან თბილისის მერობის კანდიდატი უკვე ცნობილია, დღეს ქართული ოცნების თავმჯდომარე და საქართველოს პრემიერ-მინისტრი საზოგადოებას გაცნობს 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატებს. სულ რამდენიმე საათში საქართველოს მოსახლეობას ამომრჩევლებს ეცოდინებათ, ვინ იქნებიან მმართველი პარტიიდან საკუთარ ქალაქებში მერობის კანდიდატები. როგორც მოისმინეთ, ქართული ოცნება დარწმუნებულია, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში როგორც მერობის, ასევე საკრებულოების დონეზე სწორედ ქართული ოცნება მოიპოვებს დამაჯერებელ გამარჯვებას.